მე თუ მიყვარ ხარ შენ, მე შენ უნდა დაგემორჩილო. მე თუ მიყვარ ხარ შენ, ზემოდან ვერ დაგხედავ. და თუ იქიდანაც ეს მოდის, ხო, იქნება 6-4 ოჯახში. იქ სადაც ზემოდან ყურებაა, როგორ შეიძლება მე მიყვარ და ადამიანს რომელსაც ზემოდან უყურებ? შეიძლება. როგორ შეიძლება? იმას დაუყირებ კიდევაც, იმას მოკლედ, შეურაცხყოფასაც მივაყენებ და ყველაფერს იმიტომ ზემოდან უყურებ. ესმის? მე მას მენტორული ტონით დავალაპარაკები, მორალს საუკითხავ, ყველაფერს ვაკადრებ. შენიშვნებს მივცემ, ყველაფერს. ამიტომ სიყვარული არ არსებობს სიმდაბლის გარეშე. ეს მაგალითი რატომ მოვიყვანა? ეს ძალიან ვრცელი თემაა, მე შემიძლია განვავრცელო სიყვარულისა და სიმდაბლის თანაარსებობა. ეს საერთოდ ღმერთიდან მოდის, ღმერთია ეგეთი და იმიტომ. ღმერთი არის სიყვარული და ღმერთია სიმდაბლე, ორივე ერთდროულად არის. მაგრამ ეს მაგალითი მოვიყვანა იმიტომ, რომ ქრისტიანობა და თავისუფლებაზე ეგეთი წვლილია. სადაც თავისუფლება არ არის, ქრისტიანობა აღარ არსებობს. სხვა რელიგია არსებობს. უბრალოდ არ მინდა რომ დავასახელო რელიგიები, დავაკნინო რომელიმე, მე აქ იმიტომ არა ვარ, რომელიმე რელიგიებზე ცუდი ვილაპარაკო, მაგრამ ზოგადად გეუბნებით, მე მღვდელი ვარ ქრისტესი და ამიტომ ქრისტიანობა ვიცი და გეუბნებით. ქრისტიანობაში ესეა რომ სადაც თავისუფლება არ არის, ქრისტიანობა იქ არ არსებობს.